დღეს არის პროექტ გამომყევი აჭარაში დაჯილდოება. მე ვიცი რომ ჩემნაირად ყველა ელოდით მაგ დღეს, ამიტომ მოდით გავემზადოთ ერთად. როგორც ყოველთვის მაკიაჟი ჩემით გავაკეთე და როგორც ჩემი ქმარი თქვა რომ ეს იყო საუკეთესო ინვესტიცია, აწი სულ ყველგან ვაკეთებ ჩემით მაკიაჟს. თმა მექნება აი ეგეთი მომავალში კაბას რო ჩავეცმე მიხვდებით რატომ არის ეგეთი ჩვეულებრივი ასე ვთქვათ თმა გაკეთებული. დამრჩა პატარა აქსესუარები, წითელი ტვირთსასხი და რა თქმა უნდა კაბა. იმის მიუხედავად რომ ოქროს ფერზე ვგიჟდები, დღეს ვიკეთებ ვერცხლის ფერის ყოველფერს, ჩემი ბეჭდები, იგივენაირი საყურეები, მინიმალისტური და მიხვდებით რატომ არის ყოველფერი ეგეთი მინიმალისტური. მოდით ახლა ტვირთსასხის წავისმევ რომ მე აღარ დავაჭჭყიანო კაბა და კაბაც ჩავიცმევთ ერთად. წითელი ტვირთსასხის წავისვით და კიდევ ერთხელ უნდა გაჩვენოთ ჩემი საყვარელი წითელი ტვირთსასხი. ეს არის ადენის ტვირთსასხი 14 ნომერი და ადენის ფანქარს ვიყენებ ასევე და აი მეგობრებო გპირდებით, მაგას თუ გამოიყენებთ, გინდათ ჭამოთ, დალიოთ მთელი საღამო, არ მოგშორდებათ. სანამ გაჩვენებთ კაბას, მინდა მოგიყვეთ ამ კაბაზე, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს კაბა ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. დიზაინერი ამ კაბის არის აჭარელი გოგო, რომელიც საოცარ რაღაცებს ქმნის ქართულ გათანამედროვებულ ტანისამოს. როცა დავინახე ინტერნეტში ეს კაბა, მეთქი დაჯილდოებაზე ვფიქრობ რომ ზუსტად მაგ კაბაში უნდა ვიყო. მოდით ეგრე არ გაჩვენებთ და პირდაპირ ჩავიცმევ. კაბა შედგება ორ ნაწილიდან და ეს არის პირველი შიდა ნაწილი ასე ვთქვათ. წინასწარ ვიყავი მისული ბრენდ საუკუნეში, რომ ზომები ზუსტად ჩემზე ყოფილიყო. ეხლა მთავარი მოსაცმელს მოვიცმევ, რის სახელი არის თავადური. მზად ხართ? მე ძალიან მომწონს ხალხო. დამიწერეთ კომენტარებში, თქვენ მოგწონთ თუ არა და მე გაჩვენებთ რამდენად საოცარი კაბა არის. უბრალოდ შეხედეთ დეტალებს. აქეთ არის ქართული ამბანი, თეთრი ფერი, აი მხრებზე ვგიჟდები, მაგაზე ვგიჟდები. მოკეთ განსაკუთრებული მადლობა ბრენდ საუკუნეს, იმიტომ რომ ამაზე უკეთესი და ულამაზესი კაბა უბრალოდ მაგ მნიშვნელოვანი დღისთვის უბრალოდ ვერ ვიპოვიდი, სხვა ვარიანტები არ არსებობდა.